კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს. თუმცა, სხვა კვლევების მიხედვით, ბევრ პროფესიონალ სპორტსმენს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღენიშნება, რომელიც აკარწყლებს მოჩვენებით წინააღმდეგობას კვლევების შედეგებს შორის. ოკეი, ანუ უნდა ვიპოვოთ პასუხი, რომელიც ამ ორ კვლევას შორის ერთი შეხედვით შეუსაბამობას ლოგიკურად ახსნის, გასაგებს გახდის ჩვენთვის, თუ რატომ არის ერთ შემთხვევაში პოზიტიური შედეგის მომტანი რეგულარული ფიზიკური აქტივობა და მეორე შემთხვევაში რატომ შეიძლება პრობლემები აღენიშნებოდეს ბევრ პროფესიონალ სპორტსმენს. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, ხანდაზმულებისთვის კი საზიანოა, არ ხსნის ამ ორ კვლევას შორის ესე იგი განსხვავებას, არ გვაჩვენებს ჩვენ რატომ მივიღეთ ერთ შემთხვევაში კარგი შედეგი და მეორე შემთხვევაში ცუდი, ხო? ანუ ის რო ვთქვათ, ვერ გავაკეთებთ ხა ჩვენ აიცნოთ იმ დაშვებას, რომ ახალგაზრდები რეგულარულად ფიზიკურად ვთქვათ ვარჯიშობენ და ასაკოვანი ხანდაზმულები არიან პროფესიონალი სპორტსმენები, რომ ეს აპასუხი იყოს ახსნა ამ განსხვავებული შედეგის, ხო? ანუ არ გამოგვადგება. ბ. ფიზიკური აქტივობის დადებითი ეფექტი ვლინდება ზომიერი დატვირთვის პირობებში, ხოლო დიდი დატვირთვები შეიძლება საზიანო იყოს, ხო? არის 60-ის სწორი პასუხი. კარგი პასუხი, ხო? რატო ეს პასუხი საინტერესო? ნახე, გასაგებია ხა უკვე ჩვენთვის, ნახე, რეგულარული ფიზიკური აქტივობა არა სპორტსმენისთვის, ხო? არის სასარგებლო. თუმცა სპორტსმენი, პროფესიონალი ათლეტი უკვე განსაკუთრებით დიდი დატვირთვებით ვარჯიშობს, რაც შესაბამისად შეიძლება იყოს საზიანო. ამიტომ ამ ორ კვლევას შორის განსხვავება ამ ზომიერებაშია. ერთ შემთხვევაში უფრო ნაკლებია დატვირთვა, მეორე შემთხვევაში კი განსაკუთრებით დიდია. ამიტომ ბ კარგი ვარიანტია. გ სხვადასხვა სახის ვარჯიში განსხვავებულად ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ამ წინააღმდეგობას არ ხსნის. ინტენსიური ფიზიკური აქტივობას ჯანმრთელობის ადამიანის ჯანმრთელობის უარყოფითი შედეგი მოსდევს არ ხსნის ასევე, იმიტომ რომ პირველ ნაწილს არ განმარტავს, ის მხოლოდ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობაზე აკეთებს აქცენტს, თუმცა პასუხის შემდეგ მეორე ადგილზე შეიძლება გავიყვანოთ ხარისხობრივად. ფიზიკური აქტივობის გავლენა ჯანმრთელობაზე დამოკიდებული ადამიანის გენეტიკურ ფიზიკურ თავისებურებებზე, ესეც არ გამოგვადგება ამ განსხვავების ასახსნელად. ამიტომ აქ პასუხზე უნდა შევჩერდეთ.